კიროალიძე მთავრობაში აღარ დაბრუნებულა. ყოფილმა მინისტრმა საქმიანობა ამერიკული ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრად გააგრძელა. ცოტა ხნის წინ ამ ორგანიზაციის ეგიდით საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის 2 ყოფილი მინისტრი ეწვია. კიროალიძის სტუმრებს პრემიერმა კვირიკაშვილმაც უმასპინძლა. სასამართლო სისტემა იქნება დღევანდელი ღია ეთერის მთავარი თემა. თიასი ჭინავას თოქ-შოუ 22 საათზე დაიწყება. მანამდე გადაცემის მოკლე ანონს თავად წამყვანი გაგვაცნობს საღამო მშვიდობისათეა. საღამო მშვიდობისა, დღეს ღია ეთერში მართლმსაჯულებაზე საუბრის დროა. საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით კრიტიკა ყველა ხელისუფლების პერიოდში აქტუალურია. ამიტომ დღეს შევეცდებით გავარკვიოთ, როგორი იყო, როგორი არის და როგორი უნდა იყოს სასამართლო ქვეყანაში. ღია ეთერის სტუდიაში პოლიტიკოსები და არა მარტო პოლიტიკოსები გაგვაცნობენ ამ თემაზე საკუთარ ხედვებს. გადაცემის მეორე ნაწილში კი ვისაუბრებთ ფილმზე, რომელიც იმედის ეთერში ხვალიდან გავა, პოლიტიკა კინოში თუ კინო პოლიტიკის შესახებ. ამას გოგა ხაინდრავასთან ერთად გავარკვევთ, ასე რომ არ გამოტოვოთ დღეს 22 საათი ღია ეთერი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. მადლობა თეა, წარმატებულ ეთერს გისურვებთ. პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის საკუთარი კანდიდატი წარადგინა. ამ და სხვა თემებზე რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ, დაგვალავთ. დაინახო სილამაზე შენს თავში და წყალზე წვეთების ცეკვაში. იყო მსოფლიოს ნაწილი და თვლიდე მსოფლიოს შენად. გიყვარდეს საკუთარ თავთან საუბარი, რომელიც გიყვარდეს მასთან. სიჩუმის უძვირფასესი წუთები ჩაი გრინფილდთან ერთად, როდესაც საკუთარი თავის გესმის. ჩაი გრინფილდი და ეუფლე ჰარმონიას. აქცია მონტერეი ლუქსისგან. მეტალოკრამიდი, კვადრატული მეტრი 12 ლარიდან. მოთუთიებული პროფენილი, კვადრატული მეტრი 7 ლარიდან. მონტერეი ლუქსი, ლიდერი ქართულ ბაზარზე. დღეს არა. Always Ultra იცავს გაჟონვისგან. ორჯერ უფრო უკეთ. იწოს წამებში, იცავს საათების განმავლობაში. Procter & Gamble, ხარისხი მომგებიანია, თავად სადეთ. ყველას უყვარს ტკბილი და განსაკუთრებით კი ტკბილი ფასების smartphone-ებზე. Beeline-ის და Lenovo-s ერთობლივი სუპერ აქცია. მხოლოდ Beeline-ში ყველაზე გემრიელი ფასი LTE smartphone Lenovo Vibe-ზე. Android-ის Lollipop ოპერაციული სისტემით. 249 ლარი, ან თვეში 11 ლარი და 37 თეთრი. დამატებით გემრიელი ბონუსები. Ulimito წუთები შიდაქსელზე, Ulimito SMS-ები, 500 მეგაბაიტი 4G ინტერნეტი. Beeline, ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. წარმოგიდგენთ ახალ Moto G 4+, ლაზერული ფოკუსი. საუკეთესო 16 მეგაპიქსელი კამერა, turbo power დატენვის რეჟიმი, Moto G 4+, ლეგენდა ბრუნდება. როდესაც ქართველები საუკეთესო ცხოვრებით ცხოვრობენ, ბოლო რამ რაც მათ ესაჭიროებათ ეს არის მოიცილონ ქერტლი. სწორედ ამიტომ იყენებენ Head and Shoulders. იგი რეკომენდირებულია დერმატოლოგთა მიერ. იგი 100%-ით აცილებს ქერტლს. ეს არის მტკიცებულება 100%-ით გათავისუფლდი ქერტლისგან. ცადე და დაამტკიცე შენით. Head and Shoulders-ზე იცხოვრე 100%-ით თავდაჯერებულმა. 600 მილilitrიანი Head and Shoulders-ი ახლა უფრო ხელსაყრელია. 200 მილილიტრის საჩუქრად თითოეულ ბოთლში. Procter & Gamble, ხარისხი მომგებიანია, თავად სადეთ. ბოშის მაცივრების საუკეთესო არჩევანი. ექსკლუზიურად მხოლოდ ელიტ ელექტრონიკსში. მიიღეთ 20-დან 50%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე. ფული გჭირდება? Sicilone G, ცეცხლი online. ქართული. წარმატებული. საუკეთესო შენთვის. კომპანია ჰერეთი. ყურადღება. ვაუ, სენსაცია ტექნობუმში. შენაძენის 100% საჩუქრად. იჩქარე, ყველაფერი დასწრებაზეა. ნეტკრედიტი არის კომპანია, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს. ორშაბათს შეიძლება ბევრი რამ არაბუნებრივად მოგეწონოთ. თანაც ძალიან. იმისთვის, რომ ყველაფერი ბუნებრივად გაგრძელდეს, ნეტკრედიტი გთავაზობთ პირველ წესს 500 ლარამდე 30 დღით და თანაც უფასოდ. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე.
ხემი და მართლმსაჯულების სიმბოლო. სამართლიან სახელმწიფოში საზოგადოებრივ წესრიგს სწორედ მისი სასწორი განასახიერებს. ამიტომ მნიშვნელოვანია გავარკვიოთ პოლიტიკოსების მოსაზრებები როგორ აისახება თემიდეს პინაზე და რა აზრის არიან ისინი სამართლიანი სასამართლოს შესახებ. სასამართლო როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტი. რევოლუციური მართლმსაჯულების კვალდაკვალ. წარსულში დახურული სისტემა ხმაურიანი პროცესების ფონზე. სამართლომ არ უზრუნველყო, რომ პროცესი ყოფილიყო საჯარო. რა შეიცვალა სასამართლო ხელისუფლებაში? ღია პროცესები. მთელი სისტემა იყო აღმასრულებელი ხელისუფლების და პირველ რიგში პროკურატურის გავლენის ქვეშ. აქამდე უცნობი მოსამართლეები და აურზაური სამართლის მსახურთა ირგვლივ. ვის რა პრეტენზია აქვს მესამე ხელისუფლებასთან? სასამართლო ხელისუფლება ბოლომდე ჩამოშლილია. იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმართება გარიგებებით. რეფორმების და გამოწვევების უწყვეტი ციკლი. იდეოლურია სასამართლო დღეს ვერ იქნება იდეალური. ქართული მართლმსაჯულების მორიგი გამოცდა. სასწორზე დევს სასამართლოსადმი ნდობა. პოლიტიკოსების პროგრამა, დაპირებები და დავა სასამართლო სისტემაზე. მამუკა მდინარაძე, ოთო კახიძე, ლევან სამუშია, თამარ ხიდაშელი, კახა კუკავა, იაგო ხვიჩია, ანა დოლიძე, ეკა ფოფხაძე, ეკა ციმაკურიძე. დღეს 22 საათზე ღია ეთერში მართლმსაჯულება არჩევნებიდან არჩევნებამდე. პოლიტიკური კინო თუ კინო პოლიტიკის შესახებ. თუ ვინმეს აზრად მოდის თავში რომ მე ეს ფილმი ნაციონალური მოძრაობის გულში გავაკეთე ძალიან ცდება. რეალური ისტორიები 24 სერია. თამარ ფერავნერკატა იყო და ვერც გადმოცემს ერთ-ერთი ეკრანი. გოგა ხაინდრავა და ალექსანდრე ახალკაცი. დღეს 22 საათზე ღია ეთერში. საღამოს ეთერის გასართობი გადაცემების სპონსორია სწრაფი ონლაინ სესხების კომპანია MyCreditG. ეს არის ქრონიკა 8-ზე. დაკავებულ გიორგი ფეიქრიშვილს და ნოდარ ნიშნიანიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მათ იარაღის და ნარკოტიკის უკანონო შეძენას შენახვას ედავებიან. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. პარალელურად ბრალდებულთა ოჯახის წევრები სახელისუფლებო ზეწოლაზე საუბრობენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ. გიორგი ფეიქრიშვილი და ნოდარ ნიშნიანიძე 2 დღის წინ საკუთარი სახლებიდან აიყვანეს. საგამოძიებო უწყება ამ დრომდე არ ამბობს, უკავშირდება თუ არა ეს დაკავება ვაკეში მომხდარ მკვლელობას. იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებული ნოდარ ნიშნიანიძე და გიორგი ფეიქრიშვილი დანაშაულს არ აღიარებენ. ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მათ იარაღის სამართალდამცავებმა ჩაუდეს. დაკავების შემდეგ კი სცემეს. შემოვარდნენ პირდაპირ არც დაკაკუნება, რომ კარი გაგვიღეთ ან და მე მსგავსი, პირდაპირ შემოამტრიეს რკინის კარები. დაკავებულის ოჯახის წევრები საუბრობენ ზეწოლაზეც, რომელიც მათი თქმით ვიცე-პრემიერისგან მოდიოდა. გიორგი ფეიქრიშვილის მეუღლე ამტკიცებს, რომ კახი კალაძის გარემოცვა მის მეუღლეს და ასევე დაკავებულ ნოდარ ნიშნიანიძეს ქვეყნის დატოვებას თხოვდა. ამ ინფორმაციაზე ვიცე-პრემიერმა დღეს კომენტარის გაკეთება არ ისურვა. უკავშირდებოდნენ გოგას და როცა გოგას ეუნებოდნენ ნოდარიკოზე და გოგაზე. კალაძის კი, კალაძის დავალებით რეკავდა, ხან კალაძის თითქმის ყველა მეგობარი. რომ დაეტოვებინა ქვეყანა, რომ კალაძე ვერ იტანს მათ და მტრებად თვლის. ძალოვანი სტრუქტურა ამ დრომდე არ აკონკრეტებს აქვს თუ არა რაიმე სახის შეხება ორ დაკავებულ სოსო ჯოხაძის მკვლელობასთან. ოჯახის წევრების ცნობით ნიშნიანიძე და ფეიქრიშვილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბადრი ნათობაძესთან მეგობრობდნენ, თუმცა დანაშაულთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ. არსებობს კიდევ ერთი გარემოება. ჯოხაძის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში ფეიქრიშვილმა მეუღლესთან ერთად ვიდეო მიმართა ჩაწერა, რომელშიც კატეგორიულად უარყოფს ამ დანაშაულთან კავშირს და წინასწარ ვარაუდობს, რომ დააკავებენ. რაღაც სროლა თუ დაჭრა თუ რაღაც მოხდა ვაკეში და ჩვენ როგორც ყოველთვის რატომღაც ყველას როგორია რომ რაც ხდება ჩვენ ვაშავებთ თუ ჩემი აგერ მეუღლე აშავებს არაფერ შუაში არ ვართ სახლში ვართ ხო წერეთ ამ ვიდეოს იმ დაზღვევის მიზნით რომ სამინისტრო შემოვარდეს გავარდეს ჩაგვიდონ ჩამოვდა რატომ გაუჩნდათ მაინც და მაინც სოსო ჯოხაძის მკვლელობის შემდეგ ეს განცდა ოჯახის წევრები ასახსნიან. სროლა მოხდა ვაკეშიო ჩვენ დავიზაფრეთ რომ ვაიმე ხა ჩვენ რაღაცა ეს არ გაგვიჩალიჩენ იმიტომ რომ რადგან ესეთი რაღაც უკვე დაგვემართა მოდი თავი დავიზღეთ რომ ჩვენ სახლში ვართ ლოკალიზაცია ადამიანები ნახავენ ორივე დაკავებულს ბრალი დღეს ოფიციალურად წაუყენეს. ადვოკატი გიორგი ანთაძე ამბობს, რომ ბრალდება აბსურდულია და მათ იარაღთან და ნარკოტიკთან შეხება არ ქონიათ.
ბრალდება არის სრულიად მოგონილი და აბსურდული, ძალიან სუსტი. არანაირი საფუძველი სამართლებრივი გარდა იმისა, რომ ოპერატიული ინფორმაცია არის ვითომ და შესული, ბრალდების ხარეს ამ ეტაპზე არ გააჩნია. 1 წლის უკან ანალოგიური ბრალდებით იყვნენ დაკავებულები, როგორც ნოდარ ნიშნიანიძე, აგრეთვე გიორგი ფეიქრიშვილი და ზუსტად ისინი 1 წლის თავზე ორივე გამომართლებელი განაჩენით გამოვიდა. დაკავებულების სასამართლო პროცესი ხვალ დღის პირველ ნახევარში გაიმართება. დემონსტრირებას დედის ცემაში ბრალდებულ დავით ნაცვლიშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლო მორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის უფლებადამცველის თქმით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. სტურების ოჯახი განაჩენით კმაყოფილია. დავით ნაცვლიშვილს საგამოძიებო ორგანოების 372 მუხლით ედავება, რაც ადამიანის ცემას გულისხმობს. რაც დაიმსახურა მკვდრის და ცოცხლის წინაშე, იმსახურებს იმას მაგით. დავით ნაცვლიშვილი იმსახურებს იმას, ჩემი მკვდრის შეურაცხყოფისთვის და ცოცხლების ცემისთვის. მოსამართლეს განჩინების მიხედვით, ჩემ დასახვეშობს ახმეტ ღონისძიების სახით განესაზღვრა პატიმრობა. ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, მოსამართლეს დაუსაბუთებელია აღნიშნული განჩინება და რა თქმა უნდა, კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. რამდენად თავისუფალია პოლიცია პოლიტიკური გავლენებისგან. თემაზე კვლევა ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა ჩაატარა. ორგანიზაცია სამართალდამცველთა საქმიანობას 1 წლის განმავლობაში აკვირდებოდა. მთავარი გზავნილები კი ასეთია: ცალკეული პოლიციელები ხშირ შემთხვევაში თვითნებურად იქცევიან და ისინი არ არიან გავლენებისგან თავისუფალნი. ორგანიზაციის ანგარიში რამდენიმე გახმაურებული საქმე მოხვდა. შუალედური არჩევნები, კორცხელის დაპირისპირება. პარტიზანი მებაღეების აქცია, ნატა ფერაძის ნარკოშემოწმებაზე იძულებით გადაყვანა. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ჩვენება. თავისუფალი ზონის აქცია პარლამენტთან. ეს ის შემთხვევებია, როდესაც სამართალდამცველებს